მოვაღწიეთ ნიუ კაირომდე. ეს არის ადგილი, აქ არის მოლი, რომელიც იმ სახლთან მდებარეობდა, რომელშიც ხშირად ცხოვრობდით. ბედნათია. და most ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე. ესე ნოსტალგიური ცნობები შემოგვაწვა და გადავწყვიტეთ წამოსულიყავით. მოგვენახულებინა ჩვენი გვერდი შენობა, სადაც ცხოვრობდით. და გაგვეხსენებინა გატარებული დრო. ნიუ კაირო სხვათა შორის არის ძალიან დიდი და მასშტაბური. ანუ ერთ ცალკე ქალაქად ჩათვლით რა. და განსხვავებული რაც არის, ცდილობენ რომ აქეთ ააშენონ მოლები, ანუ გადატვირთულია. ნიუ კაიროში მდებარეობს ალბათ ერთი მინიმუმ 100 მოლი. ყველა კუთხეში მოლია. ანუ აქ ასე ცხოვრობთ, 3 მოლი იყო ჩვენი კორპუსის გარშემო. თან ანუ მასშტაბურ მოლებზე ვლაპარაკობ რა, ანუ პატარა ისეთები არა. ხო, იქით ხარესაც შენდება სულ ისეთ შენობები, რომ აი კომპანიები რო იყენებენ, ბანკები, სასტუმროები ხშირი არ არის აქეთ. უფრო კონცენტრირებული არიან დასახლებების მშენებლობებზე. კომპაუნდებია, სადაც შედარებით ძვირიგრის ცხოვრება და ხშირად შეხვდებით აქეთ ეგვიპტელ სელებრიტებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, ყველანაირ მდიდარ ადამიანს, რომლებიც ირჩევენ, რომ ქალაქის ცენტრიდან ცოტა მოშორებით, სიწყნარეში და უფრო luxury lifestyle-ის ხარეში იცხოვრონ. აი ეს უნდა ყოფილიყო მეტრო. როგორც აბდულაჰადმა მითხრა, 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ან 18-17 წლებში უნდა გახსნილიყო, დამთავრებულიყო. ჩვენც რო ვიყავით აქაც, მაშინაც ესე იყო რა. და გვეუბნებოდნენ, რომ მორჩება რამდენიმე თვეში და ისე გვიწევდა, რომ აი ჩვენ რო ეგვიპტეს დავტოვებდით, იხსნებოდა 2 თვეში და აი მაგაზე გული ვწყდებოდა, რომ ნეტა ჩვენთვის მაინც მოეწიაო რა. და ეხლა რომ ჩამოვედით, არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. მე კიდე თბილისში ჩემს დასახლებაში ნატრობ მეტროს კაიხანია. ხოდა რა ბედი მაქვს ეგეთი, რომ სადაც მივდივარ, 100 მეტრო არ მაქვს. ეს არის მაგისტრალი. და ხდება ისეთი უცნაური რამ. თუ დაგჭირდა რომ იქ გადაკვეთო გზა და მეორე მხარეს გადახვიდე, ზებრა არ მოიპოვება სამწუხაროდ, ზებრა გადასასვლელი. გიწევს რომ ესე უყურო, დაელოდო, რომ მანქანები ცოტა როდის შეანელებენ, ან იმის საშუალებას მოგცემენ, რომ გადაირბინო და უმეტესად არ საჩერებენ ხოლმე რა, ანუ უნდა აუქციო გვერდი გადასვლის დროს. აი იქით ცხოვრობდით, იმ გზას უნდა ჩავუყეთ და მე ხან მარცხნივ შევუქოთ, მალე ჩვენი კომპრომისი იწყება. იმედია, დღეს იქ შეგვიშვებენ, იმიტომ რომ ადრე უცხოებს არ უშვებდნენ ხოლმე. იქ უნდა გეცხოვრა და რო შედიოდი, ან დაცვა იყო ყველა შესასვლელიდან კომპაუნდის გარშემო, რომელიც აკონტროლებდა აი უბერსთან საჭმელს რო ვიზარდები ხოლმე, იმათაც ისე არ უშვებდნენ, თუ პირადობას არ დაუტოვებდნენ. და იმედია ეხლა რაღაცნაირად გავაგებინებთ, რომ მოგვენატრა და აქ იმიტომ მოვდივართ და შეგვიშვებენ. და კიდე აქვე არის მაღაზიები. ჩამწკრივებაზე იყო ხილბოსტნის ჩვეულებრივი მაღაზია, აფთიაქი და ეგეთი ისინი და მან თუ კიდულობდით ხოლმე სულ რაღაცებს და ერთ-ერთ მაღაზიის გამყიდველთან მქონდა ხოლმე ძალიან კარგი ურთიერთობა რა, ანუ სულ ხუმრობით და ისე ვერ მაგებინებდა, ინგლისური არც იმან არ იცოდა, მეც კიდე არაბულად ვერ ვლაპარაკობ სამწუხაროდ, რამდენიმე სიტყვის გარდა. და ასე რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ ესე ჟესტებით და ღიმილით შემოიფარგლებოდა ხოლმე და იმედია ეხლა რომ მივალ იქ დამხდება ისევ. და ვიცნობთ. ასე რომ ვინც კაიროში ჩამოხვალთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაუნთაუნის გარდა სხვა ადგილებიც დაათვალიეროთ. ნიუ კაიროც სანახავია, იმდენად ღირსშესანიშნავი არ არის, როგორიც კაიროს დანარჩენი ნაწილები, ჩემთვის იმ ისტორიიდან გამომდინარე, რადგან ეს ეხლა აშენდა, მაგრამ განსხვავებული luxury lifestyle-ის ნახვა შეგიძლიათ აქ. აი ესეთი ხეებით არის მორთული სულ, იქით პალმებია ჩამწკრივებაზე და ცდილობენ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან აქ მაცხოვრებლებს.
ნუ კარგია რა, მოკლედ, აქაც რომ გამოისეირნოთ და ნახოთ კაიროს განსხვავებული მხარე, ცუდი არ იქნება. ვიყავით მაღაზიაში. მაგრამ ნაცნობი ბიჭები ვნახეთ. ორი იყო. მაგრამ ის ვერ ვიპოვე, ვინც ჩემი მეგობარი იყო. ის ძალიან საყვარელი ტიპი იყო. ეხლა ეს ვინც დამხვდა სადაროსთან ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა. კი ეგიმებოდა, მეც ღიმილით მეუნებოდი რომ მეთქი აქ ცხოვრობდი 2 წლის წინ მოვდიოდით თქო, მაგრამ ვერ ვაგებინებდი. მაგრამ რავი, ჩავთვლი რომ იმისი ესეთი ღიმილიც იმის ნიშანი იყო რომ ცოტა ვახსოვარ. სადაც ძალიან კეთილი ხალხი და ბორცვული. ოპ. აქ გადარბენებით რამადანის ეს იყო ჩვენში აქთან შეგოწე შეიძლება. გადარბენებით უნდა ვიაროთ ამ გზაზე. სხვა გზა არ არის. შემოგვიშვენს უთხარით რომ აქ ჩვენი კორპუსის წინ იყო საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენ მუშაობდით ხოლმე ჰეისკული. ეხლა დასვას უთხარი რომ მეთქი ჰეისკულში მივდივართ. ოკეი, მეში. ხო, ამ გზას გავდიოდით ყოველდღე რომ მოგებინებოდი. ეხლა წავალთ ჩვენი კორპუსიც არის building 35. Amsat telefon. ნახავთ. არ მგონია ეხლა ჩვენ იმას რომ მივუკაკუნოთ შეგვიშვან არა. მოვინახულეთ 2 წლის შემდეგ ჩვენი სკოლა და ჩვენი ყოფილი სახლი. ისეთი ბედნიერი ემოციებით ვართ ეხლა დატვირთული რომ ერით ვერ გადმოვთქვა. ის გოგო რო იძახის ეს. ხო, ნუ მოკლედ მართლა ვერ აღწერ როგორი ბედნიერი ვარ ეხლა გაღიმებული დავდივარ, კაი ხანია და ღიმილს ვერ ვიშორებ. კარგი იყო. კი, სკოლაში ჩვენ ვისაც ვიცნობდით, ჩვენ დროს ვინც მუშაობდა, იქიდან იყო სტაფიდან დარჩენილი მარტო 5 დაახლოებით ერთი რამდენი 100 კაციდან ხო დიდებიანად. ხო. კი, ხო და მხოლოდ 5 ადამიანი გავნახეთ. კი, საყვარლად დაგხსნენ მოგიკითხეს. სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ. და იქ ბავშვებთან გადაღება არ შეიძლება. თან დიდარი მშობლები ყავთ ამათ და რაღაცას გიზავენ მერე. ასე რომ მაინც ესე ჩვენში შემოიფარგლა შეფედრა. მაგრამ ძალიან საყვარლობა იყო. აქ ეხლა დავწვენ რომ შეგვიშვეს საერთოდ სკოლაში. აი, მოიცა ეხლა მანქანა არ გამიტანოს. ოპ. გადავჭით. კარგი იყო. და ეხლა რა ვიცი, საქმე აღარ გვაქვს. იქ უნდა წავიდეთ. ყველაზე დიდი მოლი არის. არა მარტო კაირო შეგვიძლია. შუქრან. ყველაზე დიდი მოლი არის ეგვიპტეში. ეს მდებარეობს აქედან დაახლოებით 4 კილომეტრში. ნიუ კაიროს ცენტრში. და ქვია კაირო ფესტივალ სიტი. და მართლა სიტით ყויה და ქვია იმხედა რომ ერთი პატარა სოფლის ხედა ნამდვილად არის. ცალკე არის. ან ორიდან პატარა village-ის არის შეგნით ამ მოლში ანუ. სიტი და კაირო village. ესენი არიან ყველაფერში ძალიან ექსტრემალები რა, ანუ ძალიან რადიკალები. ანუ რაღაცა თუ აკეთებენ, ანუ ძალიან მასშტაბური უნდა იყოს, ან ძალიან დებილობა უნდა გამოვიდეს. ხო და მოლებში ევასებათ. შეიძლება იმ სირიულ რესტორანშიც შევიდეთ. ანასტიომაშკი. ძალიან კარგი. და მანდაც რამე პატარა. სირიული არ არის, ლიბანური რესტორანია. დანაირად. დამასკო. ოპერატორი ახლა ვიდა რა ის რა ქვია, ლიბანური რესტორანია. არა, კაცო. დამასკო ხო სირიაშია. გონი სირიის დედაქალაქი არის დამასკო. შეიძლება უცდები ახლა ჩემმა გეოგრაფიულმა ცოდნამ ცოტა მგონი მიმყუნა. სამ კემბრიელი საჭმელი ქონდათ ხოლმე. დამასკოს რესტორანი ყველაზე ხშირად დამასკური იყო. პური იყო ხაჭაპურს ვამსგავსებდით ხოლმე. ხორცი ხეთს იყო და ხო, კი, სხვადასხვანაირი სტილის სახელი არ მახსოვს. მაგრამ ძალიან კარგი რესტორანია. ეხლა დავჭრებით რამე პატარას წავიგიკნებით. ბევრი არ უნდა შევჭამოთ, იმიტომ რომ დღეს საღამოს დაპატიჟებული ვართ. საუზმეზე. რა ქვია არაბულად? იფტარი. იფტარზე, ანუ
დღის პირველ ჭამაზე რამადანის დროს და ჩვენმა მეგობარმა აბდულაჰადმა გვითხრა რომ დღეს მასთან უნდა მივსულიყავით და დედამისის კერძები დაგვეგემოვნებინა. და ჩვენ ძალიან გვახარებს. იმიტომ რომ დედამისი უმაგრესი ზარულია. ძალიან ანუ მანამდეც ვიყავით. აი ეგეთი გემრიელი საჭმელი ეგვიპტური ძალიან იშვიათია. კი, რესტორნები, აი ძალიან კარგი რესტორნებში არ გვინახავს ეგეთი საჭმელი. მაინც ეთყობა რომ ოჯახის ხელი სიყვარულით რო აკეთებს ადამიანი. ოჯახის ხალი. ოჯახის ხალი. კი, იქაც სამწუხაროდ აქ ეგვიპტეზე პრობლემა რაც მექნება. ეხლა კამერასაც ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ კამერით გადაღება აქ თითქმის ყველგან არის აკრძალული. ტელეფონზე პრობლემა არ აქვს. მაგრამ კამერას როგორც კი ხედავენ, ეგრევე რაღაცა სისხლი უცხელდებათ და მოდიან რომ ნო კამერა. ხო და ამიტომ ტელეფონს ვიყენებ და ისეთ ხალხს პრობლემა აქვს. ანუ არ უყვარს გამოჩენა ვიდეოებში. ურჩევნიათ რომ ისე დარჩნენ. აბდულაჰადსაც ველაპარაკეთ და ანუ თვითონაც დიდად არ უნდა. შეიძლება გადავიღოთ ვიდეო მე და აბდულაჰადმა ერთად და გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. და რაც უნდა მის ოჯახში არა ოჯახში გადაგება ძალიან მეტი იქნება არა ვერ ვკითხა ვერ გავბედავ მაგდენს რომ ეგრე შევაწუხო ხო და აი ხელი და მეღალა ეხლა ხო და წავალს შევკვეთავთ ცოტა შევჭამ და მე ჩაგერფებით ხო, ეხლა შემოსვლისას ვიდეოს ვიღებდი, რომ შემოსასვლელი ეს მეჩვენებინა და ვიდეოში გამოჩნდა შემთხვევით ერთი დაცვა, რომელმაც საყვარელი გოგო იყო საბოლოო ჯამში, ეგრე აღმოჩნდა, მაგრამ ისე შეწუხებული გამოგვეკიდა განერვიულებული სახით, რომ ნუ მიყევთ, მე არ უნდა გამოჩნდე ვიდეოშიო, ხო და ეგ გაითვალისწინეთ, რომ პოლიციელებს და რაღაც სისტემის თანამშრომლებს არ უნდა გადაუღოთ. თუ გადაუღებთ გამოგეკიდებიან, დაგეწევიან, გეტყვიან, რომ უმეტესად ნერვებმოშლილი და განერვიულებული. ამიტომ ჯობია დაწმანდეთ, უბრალოდ აუხსნათ, რომ ვიდეოს იღებდით და წაშლით. მეც ახლა ისე მთხოვა ამ გოგომ, რომ წაშალეო, ის განერვიულებული იყო და მეთქი ვაჩვენე, რომ აი წაშლილებიდანაც წავშლი მეთქი, ნუ გეშინია თქო. ხო და ესე ჩაიარა. შემოსასვლელში დაცვა, აი როგორც აეროპორტებშია და გამოწმებენ რამე ისეთი არ შეიტანო. ეხლა ხო მეტროშიც ყველგან. ეხლა საიდანაც გამოვედით წეღარად ჩანდა. ეგ არის ერთი პატარა ნაწილი ამ კაირო ფესტივალ სიტის. რაც დაახლოებით რომ ავხსნა თბილისი გალერეაზე დიდია. და ეგ არის ალბათ კაირო ფესტივალ სიტის 5%. ხო, დანარჩენი აი აქეთ ეს არის ახლა კაირო ფესტივალ სიტი. სამ პატარა მონაკვეთი. ყველა მხარეს უკვე სხვა გასასვლელია და პატარ-პატარა მოლებისგან შემდგარი ძალიან დიდი მოლია მოკლედ. დავდივართ აქეთ-იქით. და ვცდილობ ხალხი არ არის. რამადანი ყველაფერს ცვლის სკოლაში. ხო. არ და ხალხი მონებში ხალხი რო არის ბევრი ეგასტორებს მგონი. კი და ყველა რესტორანი დაკეტილია. შეხედეთ. ხო, არც არაფერი არ არის. უი, აქეთ აი ესეთი აუზი აქვს. აუზი და შადრევანი, მოცეკვავე შადრევანი. დაჟე რაღაც ის ქონდათ მოწყობილი. ის რა იყო ხო თამაში სტადიონის გასწრება. აი ძველი ბერძნული ამფითეატრისავით გაკეთებული აგებული რაღაც აქვს წინ დიდი ეკრანია და თამაშებს და ეგეთ რაღაცებს კი მსოფლიო წინა წელს რა 2 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის დროს აქ ვიყავით და მან დაჩვენებდნენ ხოლმე თამაშებს. აუ მაგარი უცნაური ამინდებია. ჭრილში თუ დადიხართ აი ცივა იყინებით წეგანთ რო ვიჯექი კანკალებდი უკვე ბოლოს ეხლა იმენა ცხელა ვიგვითხები მზეში
თვითონ მოლში რაც შეეხება ყველანაირი მაღაზია. აბსოლუტურად ყველაფერი. და კარგი სავაჭრო ადგილია, მე არ მიყვარს ესეთ მოლებში დასაცმის კიდევ და რაღაცა უფრო ეკონომიური ადამიანი ვარ. მირჩენია ხალხში გავიდე და ბევრად უფრო იაფად ავთენტური ეგვიპტური რაღაცები ვიყიდო. ხალათები თუნდაც. აქ ეხლა იმის რა ქვია Under Armour-ის და Victoria's Secret-ის არ მაქვს მე. თავი. Victoria's Secret. ეხლა ვარ აბდულაჰადის უბანში, რომელიც გამოიყურება ესე, აი ძალიან გარე უბანია, რომ წარმოიდგინოთ, აი თბილისში არ ვიცი, ერთი ადგილები საით არის. ძალიან მაგარი ის არის. ქუჩა, მარტო ადგილობრივები არიან, ანუ ტურისტის ნასახიც არ არის აქეთ. და აქ ცხოვრობს ჩემი მეგობარი აბდულაჰადი. ზევით უნდა ავიდე ეხლა. კითხე კიდეც მეთქი რომ აქ ვიდეო რო გადავიღო ვინმე ხო არ მომკლავს თქო მაგრამ არა გადავრჩებით ამას ვიზავთ რომ რამე დაუძრებით ავტორიტეტი აქვს მაგას აქ და რამე გაჭრის Yeah, in different style, yeah. Oh. Okay. No, I guess he's ანუ მე არ მაჭმავს თავის ცეფშიდან. გამარჯობა. ეხლა ვიმყოფებით ეგვიპტურ აფაში, სადაც ხალხი მოდის ყოველ დღე და ძლებიან და უბრალოდ ლაპარაკობენ. ამით ერთობიან ყველაზე კარგი გასართობია და მეც ძალიან სიამოვნებს ხოლმე ყოველ საქმე ჩამოვიდივარ. ჩემი პირველი მისწრაფება არის რომ აფაში მოვიდე, დავდიო და ვილაპარაკობ. ესენი არიან ჩემი მეგობრები, ამანუ და აბდულაჰადი. და ეხლა რაც მინდა ვკითხო მათ არის ის რომ დაანახონ ქართულ ხალხს რა არის ეგვიპტეში საინტერესო და რა შეუძლიათ გააკეთონ. So guys, I'm speaking English now. Okay. So the question remains the same. Like, how do you view Egypt? What is the best qualities in Egypt? What can people do? And what do you enjoy the most? Okay. In normal days I just sit in Aho like this and stay gathering and play some domination card, anything. But just this in the normal days. If I want to to go out or try something not normal, I mean for weekends, I prefer nightlife. Nightlife. I won't say I will go to a museum or something like this. I can just visit new neighborhoods because, as you saw, every neighborhood has its own vibes. Like here in downtown, you see the buildings. It's kind of old. But if you went to New Cairo,
you'll find luxury lives. Yeah. See palaces and villas and big malls. The same for 6th of October. So I can go to a mall, and malls are really interesting here. You can do anything you can in Egypt. Yeah. So that's why I always say like there are many things, like many places in Cairo. Yeah. Even only in Cairo. Yeah, Like, only in if you go from one part to another part to another part, everything is different. Yeah. Like lifestyle, people. So that's why I think Cairo is amazing. Speaking of Arabic and Arabic. See how Egyptian talking and soup. مصر جميلة جدا. القعدة فيها جميلة. أحسن حاجة بقى في مصر بصراحة ممكن كل الناس بتساعد بعض لحد الشعب. طبعا العادات والتقاليد كلها جميلة بصراحة. أي حد هينزل هيتبسط جدا. He mentioned two things that I didn't mention, and they are really important. You mentioned people. People here are really kind. You can be friend with the Uber driver, the waiter, anything, anyone in the Egypt. It's easy for him to be friend with you, and we do not let anyone down. Anyone in a problem, he will help you. Yeah, That's how our friendship started. We met in the bus in airport, like, and we just asked him the road where to go to, how to go to the central city. Yeah. And like, then now we are here after 4 years. After 4 years, yeah. 5 years, yeah. Yeah. You also mentioned safety. Yeah. Yeah, safety. Sorry. Safety is important. So Georgian people are concerned about their safety here in Egypt. I go to dangerous places sometimes. Like that place. Yeah, like the place that I showed you, and you saw. Yeah. It was really dangerous, but it's not. It was not actually dangerous. Yeah. It's just like the vibes. If you don't do anything like really wrong, you won't be in trouble. You just can walk by and nothing will I see happen. in any country if you don't in their area, so I will hit you. You know, the funny thing is, I've heard from several people in Georgia that they know instances when people got kidnapped here. Kidnapped here? Yeah. Have you heard like tourists get kidnapped? واحنا هنلعب دلوقتي. يعني هو لسه جايب لنا دلوقتي. نجيب لك واحده ولا انت لسه ما لعبتش اصلا؟ لسه ما لعبتش ولسه جايب لنا حاجه. لا مؤاخذة يا باشا. الفكره بس اللي بيبقى فيها حد قاعد عينه عليها فاهم؟ شايف ان هي مفتونه. لا احنا بنعمل حاجه بس نخلصها ونلعب. يا احمد. Okay, what was you asking? About kidnapped people. Yeah, like I've heard from some people. يقول لك في ناس عندهم بيقولوا ان هم السياح لما يكونوا ممكن يتخطفوا. هنا عندنا Another meat is broken. ასე რომ არ შეგეშინდეთ, აქ ჩამოსვლის ამბავ გზაურობის, ყველაფერი უსაფრთხოა.